პლავტოსაგზაო შემთხვევას წავკისით თბილისის გზაზე 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ და დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდნენ. კურირის ინფორმაციით საჭეს 18 წლის ახალგაზრდა მართვის მოწმობის გარეშე და არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელში ეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები მანქანიდან გადმოცივდნენ, სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ვიდექთ მაღაზიასთან ჩეულებრივად და ისეთი სისწრაფე ჩამოერა მანქანა რომ ვერც დავინახეთ. დაახლოებით 140-150 მაინც ეჭირა და წითელზე არც გაუჩერები, გასწრებას აპირებდა და მაგ დროს მაგ მონაკვეთში გაიარა პირდაპირ და მე კიდე დიდი ხმაური გავიგონეთ, ჯახვანის ხმა იყო სერიოზული და პირდაპირ გამოვექანეთ აქ. და სამი გარდაცვლილი იყო მიწაზე, ეგრევე გამოვიძახეთ სულ ყველანი, სასწრაფოს დავურეკეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ადგილზე. გადმოვარდნილები იყო სულ ყველა.